ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთიდან. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება ქალაქ ლაგოდეხში. ჩვენ გვასპინძლობს კაფე პიადინა და დღეს მე უნდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელსაც ჩვენი გადაცემიდან თქვენ უკვე იცნობთ. ჩვენ მას პარიზში შევხვდით და ერთად ვისაუბრეთ მონატრებულ საქართველოზე. ჩვენ მას დავაპირდით, როგორც კი ის საქართველოში ჩამოვიდოდა, ჩვენ მას შევხვდებოდით და განვლილ 8 წელიწადზე იმ დიდ მონატრებაზე აქ ჩვენ სამშობლოში ვისაუბრებდით. ის მოგვიყვება ემიგრაციის იმ რთულ გზაზე, რომელიც მან საფრანგეთში გავლო. მაშასე დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნინო ჩაკვეტაძე, რომელიც მიშასთან ერთად უძღვება ბიზნეს სახელწოდებით კაფე პიადინა. გამარჯობა ქალბატონო ნინო, უკვე საქართველოდან, სამშობლოდან. ჩვენ რამდენიმე წლის წინ შევხვდით ერთმანეთს პარიზში და არ დამოვიწყდება თქვენი თვალები, როდესაც ერთმანეთს მივესალმეთ იქ, პარიზში, არამედ ბონჟურ, არა, იქ იყო გამარჯობა. ქართულად გემრიელი გამარჯობა. ძალიან შთამბეჭდავი იყო, დასამახსოვრებელი და ძალიან ემოციური თქვენთან შეხვედრა პარიზში. ძალიან არ დამავიწყდება, ძალიან დიდი ემოციები დამიტოვეთ, ძალიან დიდი მონატრება შემივსეთ, ასე რომ ვთქვათ, იმ პერიოდში. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და თითოეული ქართველისთვის. როგორი ფერი აქვს მონატრებას? მონატრებას აქვს საქართველოს ფერი. საქართველოს ფერი აქვს ყველაფერს. ლაგოდეხის ბუნების ფერი, სიყვარულის, სითბოსი, ძალიან დიდი არის მონატრება, ძალიან იმედი, იმედის ფერი აქვს მონატრებას, რომ აუცილებლად ჩახვალ და ჩაიხუტები შენ სამშობლოს, შენ ლაგოდეხს, შენ საქართველოს. 8 წელიწადი ქალბატონო ნინო არ იყავით საქართველოში ნამყოფი. ჩვენ პირველ გადაცემაში მოვყევით თუ როგორ ტოვებთ სამშობლოს და ეს იყო ძალიან ურთულესი. ახლა გავიხსენოთ ის მომენტი, როდესაც დადგა დრო, რომ თქვენ გააკეთეთ საბუთი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ დაბრუნდეთ სამშობლოში. აი ეს ემოციები, როდესაც თქვენ იღებთ საბუთს და უკვე შეგიძლიათ დაბრუნება სამშობლოში და მიდიხარ ტურისტულ კომპანიაში, სადაც იღებთ ბილეთს და ამბობთ, რომ მე მივდივარ საქართველოში. არ ვიცი რა, ძალიან დიდ ემოციებთან იყო, არ მჯეროდა ბილეთი რო ავიღე, მას შემდეგ რამოდენიმე ღამე არ მეძინა იმ სიხარულით, რომ ნუ თუ მართლა ავიღე ბილეთი, ნუ თუ მართლა მივდივარ, ნუ თუ მართლა ჩავალ, ძალიან დიდ ემოციებთან. ვინ გამოგაცილათ საფრანგეთიდან? ჩემმა შვილებმა, ჩემმა მეგობრებმა, რომლებსაც უთხარი რომ ისე საქართველოში მივდივარ, უკვე ბილეთი ავიღე. ჩემზე ბედნიერები ისინი იყვნენ, იმიტომ რომ იცოდნენ ჩემი მონატრების ამბავი, ჩემი ნოსტალგიის ამბავი, ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რეპეტიციის დროს ვიტირია. ქართულად რო იმღერებენ და ეს მთელი გულით ხო ვუთარგმნით ჩვენ რასაც მღერიან, არა? და ესე იგი თვითონაც მთელი ემოციებით მღერიან ამას და ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ იტირია ჩვეულებრივად რეპეტიციის დროს გავჩუმებული ვარ, ვეღარ მიმღერია და დამიწყია ტირილი, მე მომშვიდებენ, მე მეფერებიან და ეს ყველაფერი რო ხედავდნენ და ეს ყველაფერი რო იციან, ძალიან გაუხარდათ თვითონ ფრანგებსაც არ ჩემს სამეგობროს, რომ მიდიხარ. და აქვე მოკლედ მოვიკითხოთ ის ქალბატონები, რომლებმაც მოკლედ ქალბატონ ნინოსთან ერთად გვიმასპინძლეს, მე და ჩემს ოპერატორს პარიზში, ქალბატონი დანიელა, ძალიან თბილი ქალბატონი და კიდევ იყვნენ ქალბატონი სულიკო, ლიზა და როგორ სწავლობდნენ ამ ქართულ სიმღერებს, ქართულ ფოლკლორს, ძალიან რთულია სამღერლად და აი ყოველთვის როგორ სწავლობდნენ, ერთი დამახსოვრდა სხვათა შორის სულიკოს რომ ვეუბნები, რა ფრანგულად მივმართე და არა, მე ვარ ქართველი, გურიიდან და ქართულად ამისი კითხვაო და ეს იყო ჩემთვის აღმოფრთოვანებელი ნამდვილად. იმიტომ რომ სულიკოს ყავს დედა ფრანგი, მაგრამ მამა ყავს ქართველი. ჩხაიძე არის სულიკო და ქართველობს, ყოველ ზაფხულს ჩამოდის, ქართულ ფოლკლორს სწავლობს. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ხელმძღვანელი თეიმურაზ ართილაყვა, ძალიან დიდ საქმეს. 20 წელიწადია ეს ადამიანი ასწავლის ქართულ ფოლკლორს. ეს ფრანგები ხო ამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობენ და დოლი, სალამური, ჭიანური,
ფანდური, ფანდურზე ძალიან ბევრი უკრავს. და ის ძალიან მოსწონთ ეს ყველაფერი, ძალიან დიდი ინტერესია. კონცერტები გვაქვს ხო ძალიან ხშირად და ამ კონცერტებზე გვემატება თვითონ ფრანგები ხა. ამ სამ ანსამბლში ქართველი მე ვარ და დანარჩენი არიან სუფრანგები. მაშინ ხალბატონო ნინო, როდესაც ჩვენ ვიყავით ანსამბლს არ ერქვა სახელი და თქვენ აღნიშნეთ რომ უნდა დავარქვათო და მე რომ მივედი უკვე ამ ანსამბლში 8 წლის წინ ციცინათელა უკვე არსებობდა ქალაქ კაინში ფუნქციონირებდა ეს ანსამბლი და ციცინათელა ერქვა. ჩემი ქალაქის ანსამბლს კუტონსი ქვია, ჩემი ქალაქის ანსამბლს ქვია ახალი ტალღა. ახალი ტალღა. ეს თვითონ ახაც ფრანგებს მოეწონათ ეს ახალი ტალღა, რახან ახალ შემოქმედებას სწავლობდნენ მათთვის უცხოს და მათთვის ძალიან განსხვავებულს. დაარქვეს ეს ახალი ტალღა. და პარიზის ანსამბლს კიდე არ აქვს სახელი, ვეძახით პარიზელ მეგობრებს და რა ვიცი, უახლოეს მომავალში ალბათ დაერქმევა. არის ძალიან ბევრი ვერსია და დაერქმევა ალბათ იმასაც ოფიციალური სახელი, რითიც მოვიცემია. წამოხვედით საფრანგეთიდან და უკვე დაფრინდით საქართველოში. აი ეს ემოციები 8 წლის შემდგომ შეხვედრა სამშობლოსთან და შემდგომ უკვე გზა, რომელიც გამოიარეთ ლაგოდეხამდე თქვენს მშობლიურ კუთხემდე. ძალიან ემოციური იყო. ჯერ ხო ყოველ წუთას ფანჯრიდან, ილუმინატორიდან ვიყურებოდი ესე, როდის მიუახლოვდებით იმ საქართველოს მთებს თუ შავი ზღვა და ეს ყველაფერს ვაკვირდებოდი, ძალიან ემოციური იყო. ქუთაისში ჩამოვფრინდინე, რო გამოაცხადეს, რომ ჩვენ უკვე სამშობლოში ვართ, საქართველოში ვართ. ჩემს ადრე იყვნენ კიდე იქ რამოდენიმე ძალიან ბევრი ვიტირეთ და ძალიან ემოციური იყო. მე რო გამოვიდი ამ ქუთაისის უკვე ავტობუსებთან, სადაც უნდა მიხვიდე და არ ვიცი რა, ის ზღვა ემოცია, ზღვა სიხარული, ზღვა ბედნიერება, ენით აუღწერელი, ღამე ჩამოვფრინდი და რო წამოვედით ამ ტრანსპორტით, ხო? მთელი ღამე დაჭყეტილი ვიყავი აკრული ამ პანჯრებს და ვაკვირდებოდი გარემოს. ძალიან დიდი ბედნიერებაა რა, ადამიანი 8 წელიწადი რო არ იქნები შენს ქვეყანაში ნამყოფი და აი ეს ძალიან დიდი ემოციაა, ძალიან დიდი. ჩამოხვედით ლაგოდეხში. როგორ მიგიღოთ ლაგოდეხმა? მე რა ვიცი, ჩემ სახლის უკან არის მთები და აი ეს ლაგოდეხში ჩვენი ულამაზესი ნაკრძალი ძალიან ემოციური იყო რა, ძალიან ემოცია. იცით რა, შეიძლება სიტყვებით რაღაცა თქვა, აღწერო, გადმოსცე, მაგრამ აი ის შიგნით რაც ხდება, ის ემოცია, ის მონატრება, ის ნოსტალგიის, აი ხომ ჩამოვიდი, ხომ ლაგოდეხშიც ვიყავი, მე თბილისშიც წავედი, აი ეს ყოველი დღე, იცით როგორ არის, ყოველი დღე რო დღეს ემატება, ვფიქრობ, კიდევ ამდენი დღე დამრჩა, კიდევ ამდენი დღე უნდა ვიყო, კიდევ ამდენი დღე უნდა ვიყო აქ, ვიცი რომ უნდა წავიდე და უკვე აქაურობა მენატრება ძალიან. საფრანგეთი არ გენატრებათ ხალბატონო. სხვათა შორის, იცით რა, სხვათა შორის მენატრება. იცით აი ეს ყოველდღიურობა, სადაც შენი ცხოვრებაა უკვე, სადაც შენი შვილები არიან. პირველად მოხდა რომ ჩემს 4 შვილთან აი ამ განშორება მომხდათ, განცალკევება მომიხდა სულ ერთად მე და ჩემი შვილები სულ. შვილების მონატრება ძალიან დიდი მაქვს, ძალიან დიდი, უზარმაზარი ვიძახი რომ მე ჩემი შვილების გარეშე აღარ წავალ, აღარცად გამორიცხულია. და აი ეს გარემოც მენატრება, ის სამეგობრო წლიც მენატრება, რომელიც ძალიან ხშირად მეკონტაქტება, ძალიან მომენატრა იქაურობაც მინდა გითხრათ. ყოველდღიურობა სადაცა გაქვს აწყობილი, დალაგებული. შედარება რომ გავაკეთოთ ნორმანდიასა და ლაგოდეხს შორის. როგორც ვიცი, ბუნებით გავაანან ერთმანეთს, ხო? ძალიან ლამაზია. ნორმანდია არის ერთ-ერთი ულამაზესი მხარე საფრანგეთის, ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი, სადაც არის საოცარი ბუნება. ჩვენ ვართ ინგლისის მოსაზღვრეები, ხშირი წვიმები არის ჩვენთან. როგორც ლაგოდეხში. ამ ხშირი წვიმებით, ამ ბუნებით, იმით სულ სიმწვანეა, სულ სიხასხასია, მოვლილი მოწყრიალებულია იქაურობა. ძალიან გავს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ლაგოდეხს აი 8 წელიწადი ხომ არ მინახია აქაურობა, გაოცებული დავრჩი.
ძალიან სილამაზეა, ვაიმე, იცით როგორ, აი თქვენ შეჩოული გაქვთ ახლა თვალი ამ სიახლეებზე, ამ ყველაფერზე. მე აი ძალიან გაოცებული დავრჩი, იმდენად არის შეცვლილი, გალამაზებული, აი აყვავებული, რასაც ქვია. ეს არის დამსახურება მოკლედ ლაგოდეხის მერის და აქვე მოკლედ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მერს, ლაგოდეხის მერს, ბატონ ჯონ დობდივნიშვილს, რომელიც ნამდვილად ასრულებს თავის მოვალეობას და გაალამაზა ლაგოდეხი და მოკლედ ასე გააგრძელებ, ვფიქრობ ლაგოდეხის მოსახლეობა ყოველთვის გვერდში დაგიდგება. ნამდვილად, იცი, აი 8 წლის წინ სულ სხვა რეალობა დავტოვე აქ, საერთოდ სულ სხვა რეალობა და 8 წლის შემდეგ იმდენი რამეა გაკეთებული, გალამაზებული, გაწყრიალებული ყველაფერი. აი მე ვერ დავმალე გაოცება და სულ აღნიშნავ, ვაიმე ეს როგორია ლაგოდეხი, ეს როგორია გამხდარი, ეს ბუნება უფრო დამშვენებულია ქალაქი და ცენტრი და ქუჩები და ყველაფერი რო ესეთი მოწესრიგებული არის და აი ძალიან გაოცებული დავრჩი რა მართლა ამ ყველაფრისთვის მუნიციპალიტეტს, მერს მართლა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ თქვენ ვერ ამჩნევთ. კი, ნამდვილად ყოველდღიურობას რო ხედავთ და ნელ-ნელა მშენებლობას რო უყურებთ, ნელ-ნელა გალამაზებას, ნელ-ნელა ყველაფრის აყვავებას, ასე რომ ვთქვათ, რო უყურებთ, შეჩოული გაქვთ თვალი და ხო, უცებ სხვა ლაგოდეხში მოხვდი, ძალიან კარგია ყველაფერი. ბატონო ნინო, თუ აპირებთ სამომავლოდ თქვენი მეგობრების ჩამოყვანას ლაგოდეხში და გაცნობას იმ საქართველოსი, რომელსაც ისინი პარიზში უმღერიან, თან ქართულ ენაზე, სწავლობენ ჩვენს კულტურას, ჩვენს ფოლკლორს. აპირებთ თუ არა ჩამოყვანას საქართველოში, კონკრეტულად ლაგოდეხში, იმ მიწა-წყალზე, სადაც თქვენ გაიზარდეთ და ალბათ ძალიან ბევრს უყვებით და ახლა უფრო ძალიან ბევრს მოუყვებით თქვენს მეგობრებს ჩვენს ლამაზ საქართველოზე. რომ მოვდიოდი მითხრეს, რომ გადაიღე ყველაფერი. ფოტოები, ბევრი ვიდეოები, გადაიღე ყველაფერი, ჩამოგვიტანე ყველაფერი. ვიყავი დათო კენჭიაშვილის კონცერტზე. ну ის მთელი კონცერტი ხო გადავიღე და დათოსაც ვესაუბრე და ვიღებ ყველაფერს, თუ კი სადმე გავედი მთა, ის ყველაფერს ვიღებ. რო ჩავალეს ყველაფერი. ზოგი გავაგზავნე უკვე ამ დაქალებთან, ზოგი რო ჩავალ მე ყველაფერს ვანახებ, ძალიან ელოდებიან. უყვართ საქართველო. ну გიждდებიან საქართველოზე, ძალიან დიდი ინტერესი ჩენენ. რა ვიცი, ვფიქრობთ მომავალში როგორ აეწყობა, როგორ შედგება თანამშრომლობა, როგორ წარიმართება საქმეები, სურვილი მათაც აქვთ ძალიან დიდი, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩამოვიდნენ ლაგოდეხში, ნახონ ის კულტურა, ის ქვეყანა, ის გარემო, თუნდაც სადაც ეს სიმღერები შეიქმნა, სადაც ამ ყველაფერს რომ იტყვიან საფუძველი ჩაეყარა და მათაც შეიყვარეს და მათაც ინტერესი ძალიან დიდი აქვთ. ძალიან ბევრი მსურველია წამოსვლაზე, ძალიან ბევრი, ახლა 3 ანსამბლი არის და 3 ანსამბლში თითქმის ყველას უნდა წამოსვლა. და ნამდვილად ძალიან კარგი იქნება ჰერეთობას თუ მოესწრება ჩამოსვლა ოქტომბერში ბარაქიან შემოდგომაზე, ასე ვთქვათ, ლაგოდეხში მართლა ძალიან კარგი საღამოები იმართება ამ პერიოდში და საინტერესო იქნება თან, უფრო საინტერესო იქნება ქართველი ხალხისთვის უცხო ერის მიერ მოსმენილი ქართული ფოლკლორი. მე აღფრთოვანდი მართლა ყოველთვის უყვებოდი ისეთი ემოციით ჩამოვიდი პარიზიდან, რომ ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ფრანგმა შუა პარიზში, საფრანგეთის დედაქალაქში მიმღერა ქართულად ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე. ჩვენი სიმღერები მოგეხსენებათ როგორი სულისკვეთებით, რაღაც პატრიოტიზმით გაჟღენთილი და სულ რაღაცა ძალიან გულიანად მღერიან. ძალიან გულიანად, ну მასწავლებელიც ყავს იმისთანა რომ ბატონი თეიმურაზი რომელიც აი სულს და გულსდებს, აი კარგად რომაზდებს, მაიმე რამდენჯერმე თქვია თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ნებისყოფა უნდა ამ ყველაფრის მილიონჯერ გამეორებას, რომ ის გერა, ის გამოთქმა, ის გამოთქმა ძალიან უჭერთ ჩვენი გამყვა, ჯერ ამ ყველაფერს წერს ლათინური ასოებით, რომ გამოთქმა გაუადვილდეთ. თქვენ რო იყავით ჩამოსულები, ისე გაუხარდეთ ამ ფრანგებს, რომ აი ქართველებმა რაღაცა
ფორმით რაღაცა გზით გაიცნეს. ძალიან გახარებულები იყვნენ, სულ კითხულობენ, ის კარგი ბიჭები, კარგი ძმები, როგორ არის. ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ ჩამოსვლას უკვე. ჩამოვალთ პარიზში, რა თქმა უნდა, ისევე და ნორმანდიის მხარეს, რომ უფრო ახლოდან გავაცნო თითოეული ის ადამიანი, ის ფრანგი, რომელიც ქართულად სწავლობს, ანუ ფოლკს და ბევრმა საუბარიც იცის და ასევე ჩვენს ქართველ ემიგრანტებს გავაცნობ. როგორია ქალბატონო ნინო, ქართველი ემიგრანტის ცხოვრება უცხო მიწაზე? ცხოვრება არის ძალიან რთული. ჯერ ყოველ სიახლესთან ისე უცებ შეგუება ხო, რა თქმა უნდა რთულია. აი მე რო ჩავედი მაგალითად, ჩავედი 4 შვილით. ძალიან რთულესი გზა გაიარეთ. რთული გზა გავიარე, 2 წელიწადი საბუთები არ მქონდა, 2 წელიწადი გვარდებოდა ეს ჩემი საბუთების. პრობლემა საბედნიეროდ მოუხდი ანსამბლში ჩასვლის დღიდან რაღაც 1 თვეში და ძალიან დამეხმარნენ ეს ჩემი მეგობრები იმაში, რომ მაქსიმალურად გამადვილებოდა ქვეყანაში სავალი გზა, ძალიან შემიმსუბუქეს. თავიანთი მეგობრობით, თავიანთი გვერდში დგომით, აი მყავს მეგობრები, რომელსაც ჰქონდა დაკისრებული ჩემი ტრანსპორტირება, იმიტომ რომ არ მყავდა ტრანსპორტი თავისთავად. იყო მეგობრები, რომელიც უზრუნველყოფდნენ იმას, რომ წავიყვანენ, აი დღემდე ესე არიან მეგობრები, რომლებსაც ყველას თავის საქმე აქვს განაწილებული. ტრანსპორტი არ აყავს, ამ დღეს ჩვენ მივდივართ მაღაზიებში პროდუქტის მოსატანად. აი რაღაც შეხვედრაზე ვარ წასასვლელი, ის მეგობარი უნდა წამომყვეს ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს ხანდახან, ის მეგობარი დაკისრებული აქვს, აღებული აქვს თავის თავზე ვალდებულება, რომ უნდა წამიყვანოს ექიმთან სხვა ქალაქში იქნება, იმ ქალაქში იქნება, საოცარი ხალხია. აი ეს ფაქტი გაიხსენეთ ქალბატონო ნინო, როდესაც დედა საავადმყოფოში იწვა და გზები დაიკეტა, ანუ იქ იყო აქციები გამოსვლა. აქციები იყო, კი, იყო მასეთი შემთხვევა, რომ უმღერეთ დედას ქართულად. იყო შემთხვევა, რომ დედა გადაიყვანეს სხვა ქალაქში სამკურნალოდ და იყო აქციები და გაჩერებული იყო საერთოდ ყველანაირი ტრანსპორტი. ხალხს ჰქონდა ჩაკეტილი ქუჩები. ტრანსპორტი ვერ გაივლიდა. წამიყვანა ჩემმა მეგობარმა ჩემი ქალაქიდან მეორე ქალაქში დანიელა, რომელმაც ესე იგი ვიარეთ შემოვლითი გზებით სოფელ-სოფელ. თუ სადმე გაგვაჩერეს, ყველას აუხსნა, რომ მე ეს ჩემი მეგობარია უცხოელი, დედა უწევს სამანტყოფოში და უნდა ჩავიდეთ დღეს სამანტყოფოში, არ შეიძლება სხვანაირად. გვიშვებდნენ. ხალხი გვიშვებდა, წევდა ეს ამხელა ბარიკადები, ისინი იწეოდნენ, მივდიოდით. ნუ იქ სამანტყოფოში ვერ გაფაჩუნდები, ასე რომ ვთქვათ, იმდენად დაცულია ყოველგვარი წესი და ყოველგვარი არ არსებობს იქ რომ იხმაურო სამანტყოფოში. და ამ ჩემმა მეგობარმა დანიელამ გააკეთა ისეთი რამე, რომ შეუთანხმდა ადმინისტრაციას და მოსთხოვა, რომ თუ შეიძლება ქალბატონი, რომელიც არის ქართველი, ჩვენი მეგობრის დედა არის, ჩვენ ვართ ეს ანსამბლი, რომელიც ქართულად უმღერი ვართ და იმ ქალბატონს რაღაც შესასუბუქებლად გვინდა რომ ვუმღეროთ. ადმინისტრაცია დათანხმდა, წავედით მე და დანიელა და მივედით სამანტყოფოში, შეგვიყვანეს პალატაში, რა თქმა უნდა. და ნუ გააფრთხილეს იქ მე პერსონალი იყო თუ ვინც იყო რომ იქნებოდა პატარა ხმაური და აი ამ სიჩუმეში ავიცი 4 სართულიანი უზარმაზარი სამანტყოფო, აი ამ გარინდულ სიჩუმეში ისმოდა ჩვენი სიმღერა. და დედას უმღერეთ, კი დედას უმღერეთ რამოდენიმე სიმღერა და სხვათა შორის რომ გამოვხსენით კარები და გარეთ რომ გამოვედით მთელ კალიდორში იდგნენ ავადმყოფები, ვისაც სიარული შეეძლო და ექიმები და ექთნები და მომსახურე პერსონალი და ისმენდნენ ამ ჩვენ სიმღერას. აი ისეთი ემოციური იყო ეს ყველაფერი, ისეთი ემოციური, რომ რა ვიცი, ვერ აგიღწერთ რა. ქალბატონო ნინო, რა გასწავლათ ემიგრაციამ? ემიგრაციამ მასწავლა ძალიან ბევრი რამე. იცით რა არის კიდე, აი ჩვენ ქართველებს გვისაუბრია ძალიან ხშირად ემიგრანტებს ესეთ რამეზე. ემიგრანტი რომ ხდები, უფრო სხვანაირად უყურებს შენ ქვეყანას. უფრო სხვანაირად აფასებ, უფრო სხვანაირად, აი სულ სხვანაირად გიყვარს შენი ქვეყანა, სულ სხვანაირად
ეფოფინები მე თვითეულ სიტყვას, თვითეულ ფოტოსაც კი იმ შენი ქვეყნისას, იმ შენი სხვანაირად ხედავ და კი იცი რომ ლამაზი ქვეყანა გაქვს, კი იცი რომ ძვირფასია და კი იცი რომ ეს რა გაქვს, მაგრამ ემიგრანტი რომ ხარ, უფრო სხვანაირად გიყვარს, უფრო სხვანაირად აფასებ და უფრო სხვანაირი გრძნობები და სხვანაირი მონატრება ირთვება შენი ქვეყნის მიმართ. ქალბატონო ნინო, ვინც ახლა აპირებს ემიგრაციაში წასვლას, კონკრეტულად საფრანგეთში, რა რჩევების მიცემა შეგიძლია იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვიტა, რომ ემიგრაციაში წავიდეს საფრანგეთში? ბევრი ადამიანია, რომელიც მაგალითად ვერ მკურნალობს საქართველოში, ჯანმრთელობის მხრივ, რას ურჩევთ მათ? ძალიან ბევრი ჩამოდის ავადმყოფობის მხრივ საფრანგეთში, ძალიან ბევრი. რჩევა მექნება მე ერთი ესეთ მე ვერავის ჭკუას ვერ დავარიგებ თავისთავად ყველა უკეთიცის თავისი ცხოვრების და ვისაც როგორ ეცხოვრება, მაგრამ აი პირადად ჩემი გამოცდილებიდან მე ესეთ რამეს ვიტყვი. წავიდი 4 შვილით. ეს იყო ურთულესი პერიოდი, ურთულესი გზა 4 არასრულწლოვანი ბავშვით ადგე და წახვიდე უცხო ქვეყანაში. ვერაფერს ვერ გააკეთებს შენს მაგივრად, სადაც არ უნდა წახვიდე. ყველაფერი უნდა გააკეთო შენ. კი, შეიძლება გზა გასწავლოს, მისამართები გასწავლოს, როგორ მოიქცე ის გასწავლოს, მაგრამ ვერაფერს შენს მაგივრად ვერ გააკეთებს. ყველა თუ კი ვინმე წამომსვლელია უნდა იცოდეს, რომ თავის ეს არც ახალია მე მგონი, თავის ცხოვრებაზე თვითონ უნდა იბრძოლოს. ჩემი შვილები იმდენად პატარები იყვნენ, რომ ანიმაციური ფილმებით ისწავლეს სალაპარაკო ენა თავიდან, რომ ფრანგული. მაინც ჩემი პატარა შვილი მათე ისეთ სასაცილო იყო, ქართულს ასწავლიდა ბავშვებს. იქ ეზოში რო ჩადიოდა სათამაშოდ, ქართულს ასწავლიდა და იძახოდა, რომ აუ რა ცოდოები არიან დედა ქართული არ იციანო და ქართულს ვასწავლებ. იმისთვის ქართული ვინც არ იცოდა, ის იყო ცოდო. ძალიან ბევრი ჩემი შვილების მეგობრები იციან გამარჯობა, როგორ ახარ, რომ მოდიან ხოლმე ხშირად ჩვენთან, აი რაღაცა ქართული სიტყვები ბავშვებმა იციან, თვითონ ცდილობენ ისინი, რომ რაღაცა ქართული სიტყვები ისწავლონ. სკოლაში რომ მივიდნენ ეს ჩემი შვილები, აი ძალიან დიდი შრომა უნდა, რომ რამოდენიმე წელიწადში ისწავლოს სკოლაში ენა ისე, რომ დაამთავრო, აიღო ჩვენებული დიპლომი, რომ ქვია, რომ ლიცეუმს ამთავრებდა დიპლომი აიღო. ორი ჩემი შვილი არის უნივერსიტეტში, ორივე არის, უფროსი არის სორბონის უნივერსიტეტში, რომელიც სწავლობს მოდის ხელოვნებას, ხელოვნების ისტორიას და ხატვა მოდა დიზაინი. მაკუნა, რომელიც იურიდიულზე სწავლობს სორბონში, ისიც პირველი კურსის სტუდენტია ეს ჩემი შვილი, რომელიც სწავლობს სამართალს. რაღაცა ნაბიჯს რომ გადადგავ და გადავდგი ძალიან დიდ მოთმინებასთან, აი ძალიან დიდი მოთმინება. იმედგაცრუება, ძალიან ბევრი იმედგაცრუება შეხვდება ცხოვრებაში, იმიტომ რომ საკუთარი თავი თუ არ გააცანი, თუ არ დაუმტკიცე ის, რომ შენ შეგიძლია, შენ გაუძლებ, შენ წინ წახვალ, რთულია, არავინ არ მიგიღებს, არავინ არ უნდა დაანახო, რომ შენ ცხარ ღირსი იმის, რომ თუნდაც იმეგობრო, თუნდაც სახლში შეგიშვან, იქ სხვანაირი ცხოვრების და კულტურის წესები აქვთ. საოცარი მეგობრობა იციან. დამეგობრება ფრანგებთან. ქართველები ცხოვრობდით ერთ ბინაში მიგვიყვანეს, სადაც ქართველი ტოვილები ვიყავით და რაღაც პატარა დაბადების დღეზე დამპატიჟეს, ბავშვის დაბადების დღე იყო ქართველ ოჯახში და იქ ვიღიღინეთ ქართულად. და მე ამ ქართველმა ოჯახმა მითხრა, რომ ვაიმეო, იციო, შენ არისო საფრანგეთში ანსამბლი, რომელიც ჩვენ ქალაქში ქართველი ადამიანი ასწავლის ფრანგებს ქართულ სიმღერას და წაგიყვან მე შენ იქ და სიხარულით, დიდი ბედნიერებით წავედი, რა თქმა უნდა, აქაც ყოველთვის ვმღეროდი. მოხდი ესე ამ ანსამბლში, მიმიღეს რა თქმა უნდა უფროსმა და ამ ჩემმა ხელმძღვანელმა ამღერა ფრანგს ლალე.
ну ეს იმდენად ემოციური იყო, რომ აი არ ვიცი რა, რომ ჩასული ხარ ახალი მონატრება კლავს, რასაც ქვია, ყოველ ბგერას დაძდევ ქუჩაში, ქართველი ხარ და ბრანდი იმღერის ლალეს მთელი გრძნობით, მთელი ემოციებით, მთელი აი ჩაფრული ამ ჰანგებში და სიყვარულით ძალიან ემოციური იყო რა. აი ესე მოხდა ამ ანსამბლში. და ამ ანსამბლებში საერთოდ მე და აი ამ ანსამბლებიდან წამოვიდა ხალხთან დამეგობრება, ურთიერთობა, მე მოდიოდნენ ჩემთან, თარგმნებდით ამ სიმღერებს, ვიღინებდით ერთად, მე დაბადების დღეები, ქართული კერძები უყვართ ძალიან მოსწონთ ჩვენი კულინარია კერძები. აი ესე ნელ-ნელა ნაბიჯ დავმეგობრდით და რომელი კერძები უყვართ განსაკუთრებით? ნუ ხაჭაპური ძალიან უყვართ ნიგზიანი ბადრიჯანი. საცივი და ყველაფერი მოსწონთ, აი აბსოლუტურად საერთოდ უყვართ ყველაფერი ახალი და უცხო. ქალბატონო ნინო, საბოლოოდ თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას? აუცილებლად. დროთა განმავლობაში მე აუცილებლად დავბრუნდები. აჩი ლაგოდეხში. ძალიან მიყვარს საქაურობა, ძალიან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კაფე პიცერია პიადინაში. როგორც ვიცი გარედან, ანუ ეს ატარებს სახელწოდებით არის N&M, ანუ ნინო და მიშა. როდის გაჩნდა იდეა თქვენ და თქვენს ძმას რომ გაგეკეთებინათ ერთობლივად ქალაქ ლაგოდეხში ეს კაფე? ჩემი ძმა ხო წლებია ცხოვრობდა ესპანეთში. ნუ დადგა დრო რომ ჩამოსულიყო ესპანეთიდან და ყოფილიყო თავის სამშობლოში, დიდად ვერ გაძლო. ესე ძალიან საქართველოს მოყვარული ადამიანია ჩემი ძმაც და ვერ გაძლო ჩამოვიდა. ნუ მე უკვე დადგა ის რომ უნდა დასაქმდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ ესეთი რამე რომ ჩვენ ლამაზ ლაგოდეხს ერთი პატარა კაფე შეემატებოდა ჩემი და ჩემი ძმის სახით, ჩვენი დასაქმების სახით, ჩვენი საქმის სახით და იქნებოდა ჩვენი პატარა ბიზნესი, რომელიც გამოადგებოდა რაიონსაც, გამოადგებოდა საზოგადოებასაც, ჩვენია, მაგრამ უგემრიელესია, მართლა უგემრიელესია ყველაფერი, მართლა ყველაფერი ხარისხიანია, მართლა ადამიანი რაღაცას თუ აკეთებ, ის უნდა გააკეთო გულით, სულით და თვითეული აქ შემომსვლელი უნდა იყოს შენი ოჯახის წევრი. რომ ის მეორეთაც მოვიდეს, მეორეთაც დააგემოვნოს, ისიამოვნოს. ნამდვილად დაგეთანხმებით, ლაგოდეხში ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენ წლების წინ, აი სხვათაშორის მაშინ თქვა მიშამ, თუ დააპირებთ საფრანგეთში ჩასვლას, იქ არის ჩემი და აუცილებლად ნახეთ და ბოლოს რას გვისურვებთ? ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმნით და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. თქვენ ხართ ძალიან კარგი ხალხი. იმიტომ ხართ საუკეთესო ხალხი, რომ ჩემისთანა და ჩვენისთანა ემიგრანტებს თავის სათქმელს ათქმევინებთ. ათქმევინებთ იმ გზის მონაკვეთს აყოლებთ, რაც გაიარეს ემიგრანტობა, რასაც ქვია, რასაც დიდი ტკივილი ქვია, დარდი ქვია, იმედით სავსე წლები ქვია, რომ აუცილებლად დაბრუნდები, აუცილებლად შენ ქვეყანაში იქნები, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება შენთანაც და სხვასთანაც და აუცილებლად იქნები ისევ შენი სამშობლოს ნაწილი და შენი სამშობლოს გულისფეთქვა იქნება შენი გულისფეთქვა. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, ღმერთმა წარმატებები, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩემო ძვირფასო ადამიანებო და გისურვებთ, რომ ბევრი ემიგრანტის ხმა მოგეტანოთ, გაგეჟღერებინოთ და ყოფილიყოს ისე, როგორც ჩემ შემთხვევაში საქართველოშიც ჩაგეწეროთ მე ის მონატრებულები და ნოსტალგიით დაღლილი ადამიანები საქართველოშიც აგესრულებინოთ მათი და თქვენი დანაპირები და აქაც მე აქაური ემოციებიც
ჩაგეწეროთ იმ ხალხის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონო ნინო მასპინძლობისათვის. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები. მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაიწერა საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, კონკრეტულად ჩვენ ვართ ახლა ლაგოდეხში. დღეს ჩვენ გვიმასპინძლა ლაგოდეხში არსებულმა კაფე პიადინამ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აღნიშნული კაფის ადმინისტრაციას, რომ მოგცა საშუალება გავსაუბრებოდით ქართველ ემიგრანტს ქალბატონ ნინო ჩაკვეტაძეს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ გადაცემა იყოს ასეთი შემოქმედებითი და საინტერესო. მადლობა ჩემ კოლეგა მარინა გოგოლაძეს, რომელმაც უზრუნველყო დღევანდელი გადაცემის დაგეგმვა და ასე შეხვედრა მოკლედ ჩვენს ქართველ ემიგრანტთან ქალბატონ ნინო ჩაკვეტაძესთან. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყენით Instagram და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ არის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. ჩვენი გადაცემის ხილვა ასევე შეგიძლიათ My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. გადაცემა მონატრების ფერების გადამღები ჯგუფის მოგზაურობას ევროპის სხვადასხვა მიმართულებით უზრუნველყოფს ტურისტული კომპანია დაგითრეველი. იმოგზაურე ჩვენთან ერთად და დაბრუნდი სამშობლოში შთაბეჭდილებებით სავსე. თქვენ უყურებთ გადაცემა მონატრების ფერებს, მე დავით ორაგველიძე ვარ. გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ვხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.